იერუსალიმის სამიტი, რომელმაც ერდოღანი საშინლად გააღიზიანა. როგორ შევა ისტორიაში 2025 წელი. წლის სამედიცინო მიღწევები. წლის რჩეული ადამიანები ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. იერუსალიმში სამი ქვეყნის, საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება იყო. ეს სამი ქვეყანა სტრატეგიული სამკუთხედის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს თურქეთის შეკავებას და მისი შესაძლო აგრესიული მოქმედების თავიდან აცილებას. ბოლო წლებში ანკარამ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი პოზიციები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში. ეს კი ამ სამი ქვეყნის შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი და თურქეთი ნატოს წევრებია, დიდი ხნის დავები, ძირითადად კვიპროსის საკითხზე, მათ ურთიერთობას კვლავ ამძიმებს. ასევე დღემდე გადაუწყვეტელია საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის დემარკაციის საკითხი. არსებობს რამდენიმე კუნძული, რომელიც სადავოა. დაძაბულობის მორიგი ფაზა ერთმანეთთან მრავალი სხვა მიზეზით დაპირისპირებულ საბერძნეთსა და თურქეთს შორის 2020 წლის ზაფხულში დაიწყო. ამჯერად დაპირისპირება გაზით მდიდარ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ირგვლივ გაჩაღდა, რომლის წყლები ორ ქვეყანას შორის ყოველთვის სადავო იყო. თუმცა პრობლემამ თავი მას შემდეგ იჩინა, რაც ანკარამ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროებთან სეისმურ საკვლევ ხომალდს აგზავნიდა ბუნებრივი აირის შემდგომი მოპოვების მიზნით. მოგვიანებით ორივე ქვეყნის ლიდერმა ურთიერთობა გადატვირთა, მაგრამ პრობლემები არ აღმოფხვრილა. ასევე საკმაოდ მძიმე ურთიერთობის ისტორია აქვს ისრაელსა და თურქეთს. თურქეთი ცდილობს მუსლიმური სამყაროს ლიდერი გახდეს. ამიტომ მას დიპლომატიურ სარბიელზე ხშირად უწევს ისრაელთან დავა. საერთაშორისო არენაზე თურქეთის გაძლიერებამ ნეგატიურად იმოქმედა ამ ქვეყნებთან მის ურთიერთობაზე. ამიტომ საბერძნეთის, კვიპროსისა და ისრაელის ლიდერებმა გადაწყვიტეს კოორდინირებულად იმუშავონ რეგიონში. იერუსალიმის სამიტზე თავდაცვითი და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ისრაელის მასმედიის თქმით, საბერძნეთსა და კვიპროს სურს ისრაელთან ერთად ერთობლივი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა. ეს სამხედრო კონტინგენტი, რომელიც დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურისგან შეიქმნება, რეგიონში სამხედრო გამოწვევებზე რეაგირებისთვის იქნება განკუთვნილი, მაგრამ ინიციატივას ისრაელი ბლოკავს. უпростоრად, ისრაელი ამერიკის რჩევებს იზიარებს. ამერიკას კი არ სურს ასეთი კონტინგენტის შექმნა, რადგან არ უნდა თურქეთი გაანაწყენოს. თუმცა ბოლო წლებში ეს სამი ქვეყანა სამხედრო საკითხებში ხშირ საერთო კონსულტაციებს მართავს. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში ისრაელის საჰაერო ძალების სარდლის ხელმძღვანელობით ნიქოზიას ისრაელის სამხედრო დელეგაცია ეწვია. მეორე სფერო, სადაც ისრაელი, საბერძნეთი და კვიპროსი სამმხრივ კავშირს აძლიერებს, ენერგეტიკაა. სამეულის მიერ განხილული ერთ-ერთი ინიციატივა წყალქვეშა კაბელის მეშვეობით სამივე ქვეყნის საერთო ელექტროქსელთან დაკავშირებას ვარაუდობს. საბერძნეთი ამჟამად კრეტასა და კვიპროს შორის ელექტროგადამცემ ხაზს აშენებს. თუ ებრაული სახელმწიფო პროექტს შეუერთება, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. პირველად ისტორიაში ის ევროპის ენერგოსისტემას დაუკავშირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გაზის სექტორში სამეულის პარტნიორობა. კვიპროსის საკუთარი გაზის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას იკვლევს, რაც პოტენციურად მას საშუალებას მისცემს რეგიონში ეგვიპტეს გაუწიოს კონკურენცია. სამიტის მიმართ, რა თქმა უნდა, მკაცრი რეაქცია ჰქონდა ერდოღანს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა არ ხელყოფს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიას ან სუვერენიტეტს, მაგრამ არ მოითმენს მისი საზღვაო უფლებების დარღვევას. მან ეს განცხადებები სტამბოლში თურქეთის ახალი საზღვაო ძალების გემების ექსპლუატაციაში მიღების ცერემონიაზე გააკეთა. მან საზღვაო ძალების განვითარება ლურჯ სამშობლოს ნავი ვატან დოქტრინას დაუკავშირა, რომელიც ეგეოსის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში თურქეთის გავლენის გაფართოებას ვარაუდობს. დაახლოებით 200 წლეულის განმავლობაში შემუშავებული ეს სტრატეგია არსებულ საზღვაო საზღვრებს ეჭვქვეშ აყენებს და შესაბამისად საბერძნეთისა და კვიპროსის მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ისინი ამ ინიციატივას საკუთარი სუვერენიტეტისა და ენერგორესურსებზე წვდომის საფრთხედ მიიჩნევენ. წელი იწურება და ბუნებრივია თვალი გადავავლოთ უკვე ბოლოში გასულ წელს. რით დაგვამახსოვრა თავი და როგორ შევა მსოფლიო ისტორიაში 2025 წელი. ეს წელი გადაწყვეტილი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური მოვლენებით. მოკლედ თუ ვიტყვით, ეს იყო არასტაბილურობის წელი. წელი, როცა პოლიტიკური პროგნოზების კეთებამ აზრი დაკარგა. მოდი ასე ვთქვათ, ეს იყო მძლავრი გეოპოლიტიკური ტურბულენტობის 12 თვე. ყველაზე მეტი ტურბულენტობა მას ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ შესძინა. იყო საყოველთაო მოლოდინი, რომ დონალდ ტრამპის ხელახლა მოსვლა ბევრ რამე შეცვლიდა, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ტრამპის ახალი პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე ასეთი სიმძლავრი ძრებს თუ გამოიწვევდა. შეიცვალა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ტრადიციული პარადიგმა, რომელმაც საერთაშორისო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა და არაერთი გლობალური მოვლენის კატალიზატორი გახდა. სავაჭრო ტარიფების დაწესება, ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა, ვენესუელის ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები, ამერიკისგან სხვა ქვეყნების საგარეო დახმარების შეწყვეტა, საერთაშორისო კანონებისა და ნორმების გადახედვა. ეს მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია იმისა, რაც ტრამპის პოლიტიკამ გამოიწვია. ტრამპს არ სურს ამერიკის საერთაშორისო ლიდერობის დასრულება. ის მხოლოდ ამერიკული ჰეგემონიის რეფორმირებისთვის იბრძვის. მან უარყო გლობალიზმისა და ინტერვენციონიზმის ტრადიციული მიდგომები, რადგან მიაჩნია, რომ ეს მიდგომები არაეფექტურია. ტრამპი ფიქრობს, რომ ამერიკული ძალაუფლების განხორციელება შესაძლებელია უფრო შერჩევით, უფრო პრაგმატულად და ნაკლები ხარჯებით. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა აღარ განსაზღვრავს მის საგარეო პოლიტიკას და რომ შეერთებული შტატები სხვა ქვეყნების საშინაო და რეგიონულ საქმეებში დიდად აღარ ჩაერევა. რაც შეეხება ტრამპის სატარიფო პოლიტიკით გამოწვეულ შედეგებს, აქაც შეიცვალა ძველი პარადიგმა. გლობალური სავაჭრო სისტემა შეიძლება ითქვას მკვდარია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ფაქტობრივად შეწყვიტა მოვალეობის შესრულება, რადგან მას არ შეუძლია მოლაპარაკება, მონიტორინგი ან წევრების ვალდებულებების აღსრულებაზე კონტროლი. მსოფლიო ვაჭრობაში წინ წამოიწია პროტექციონიზმმა და დიდი ქვეყნების გავლენამ. ახლა მსოფლიო სავაჭრო პროცესზე დიდ გავლენას პოულობს ეს ორი რამ: ამერიკა უპირველეს ყოვლისა და გაკეთებულია ჩინეთში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონფლიქტების რაოდენობის პიკს მიღწეული მაჩვენებლის გათვალისწინებით მსოფლიო მზარდი ქაოსისა და არეულობის წინაშე დგას. თავდასხმისგან თავშეკავების ტრადიციული ნორმები სწრაფად უარესდება. 2025 წელს სახელმწიფოთა შორისი კონფლიქტების ესკალაცია გაგრძელდა. გაჭიანურდა კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის, გამწვავდა ძველი დავა კამბოჯასა და ტაილანდს შორის, დაიძაბა ურთიერთობა ამერიკას, ირანსა და ისრაელს შორის.
სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული საჰაერო დარტყმების შედეგად 9 დედაქალაქი დაზარალდა, მათ შორის ბეირუთი, დამასკო, დოჰა, ქაბული, კიევი, მოსკოვი, სანა, თეირანი და თელ-ავივი. უკრაინაში მიმდინარე ომმა, რუსეთის მზარდმა ჰიბრიდულმა აგრესიამ და ტრამპის პოლიტიკამ ევროპა კრიზისში ჩააგდო. ახლა ევროპული ლიდერებისთვის ევროპის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხები ცენტრალურ თემებად იქცა. ახლო აღმოსავლეთშიც დიდი გეოპოლიტიკური ძვრები და ქაოსია. ღაზის ომი, მისი კატასტროფული ჰუმანიტარული შედეგები და ისრაელის წინააღმდეგ ირანის დარტყმები კვლავ დომინანტურ თემებად რჩება მსოფლიოში. ბევრ ქვეყანას აღარ სურს მიბმული იყოს ისეთ ზესახელმწიფოებზე, როგორიცაა შეერთებული შტატები და ჩინეთი. ჩნდება ახალი მრავალწახნაგოვანი აზროვნება, რომლის დროსაც განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ წესებსა და ალიანსებზე გავლენის მოხდენას. მსოფლიოში გეოპოლიტიკურმა ტურბულენტობამ მოიტანა ის, რომ ქვეყნები ნაკლებ დროს უთმობს ეკოლოგიის, ჯანმრთელობისა და სიღატაკის პრობლემებს. მსოფლიოს მეცნიერთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მიმდინარე არასტაბილურმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ხანგრძლივმა თუ დროდადრო ფეთქებადმა კონფლიქტებმა მეცნიერებას დიდი ზიანი მიაყენა. ბევრმა დიდმა ქვეყანამ ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებისთვის გამოყოფილი თანხები მკვეთრად შეამცირა და მაინც ზოგიერთ დარგში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო რამ მოხდა, მაგალითად მედიცინაში. ხელოვნურმა ინტელექტმა აქაც შეაღწია და მისი განუყოფელი ნაწილი გახდა. მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა თავისა და კისრის კიბოს მკურნალობაში. ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების სხდომაზე ახალი იმუნოთერაპიული მედიკამენტი წარადგინეს. ონკოლოგების თქმით, ასეთ მკურნალობას პაციენტს ქიმიურ და სხივურ თერაპიამდე და ქირურგიულ ჩარევამდე უნიშნავენ. პრეპარატის მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი თვითონ იწყებს ავადმყოფობის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც პაციენტს გამოჯამრთელების უდიდეს შესაძლებლობას აძლევს. დამაიმედებელი ამბებია ასევე პანკრეასის კიბოს მკურნალობის საქმეშიც. პანკრეასის კიბო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ავთვისებიანი სიმსივნეა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ის უმეტესწილად მხოლოდ გვიან სტადიაში იჩენს ხოლმე თავს. დიაგნოზის დასმიდან 5 წლის შემდეგ პაციენტების მხოლოდ 13% ინკურნება. წელს მეცნიერებმა ამ დაავადების გაცილებით ადრეული სტადიის გამოვლენაში სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს. წარმატებებია გენურ თერაპიაშიც. შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტისა და ჩინური სამედიცინო ცენტრების ერთობლივი მოღვაწეობის ფარგლებში ახალი კვლევა ჩატარდა, რომელსაც უაღრესად საინტერესო შედეგები მოჰყვა. გაირკვა, რომ გენურ თერაპიას არა მარტო ბავშვებში, არამედ თინეიჯერებსა და ზრდასრულებშიც გენეტიკურად თანდაყოლილი სმენის დაქვეითების განკურნება შეუძლია. კვლევა მთავარ აქცენტს იშვიათი ტიპის თანდაყოლილ სმენით დაქვეითებაზე აკეთებდა, რომელსაც ოტოფის სახელით ცნობილი გენის მუტაცია იწვევს. ეს გენი ცილა ოტოფრელინის გამოყოფას უზრუნველყოფს, რაც ყურიდან ტვინამდე ნეირონული კავშირის დამყარებისთვის აუცილებელია. ამ ცილის გარეშე ადამიანებს სმენა უბრალოდ არ გვექნებოდა. ჯანმრთელი ოტოგენის მისაწოდებლად კვლევარებმა სინთეზური ადენო-ასოცირებული ვირუსი გამოიყენეს. ეს ვირუსი მემბრანის გავლით შიდა ყურის ძირითად ნაწილში შეიყვანეს და მიღებული ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. პაციენტების უმეტესობამ სმენის აღდგენის ნიშნები დაახლოებით 1 თვის განმავლობაში გამოავლინა. გენური თერაპიის გამოყენებით დიდი მიღწევებია ჰანტინგტონის დაავადების განკურნებაში. ეს დაავადება მემკვიდრეობითი პათოლოგიაა.
რომელიც ტვინის უჯრედების განადგურებას და 15-20 წელიწადში სიკვდილს იწვევს. 2025 წელს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა ამ დაავადების განკურნებაში მსოფლიოს დიდი იმედი ჩაუსახეს. მათ ახალი ტიპის გენური თერაპია შეიმუშავეს, რომელიც ტვინის მიმდებარედ ხანგრძლივ ქირურგიულ პროცედურას საჭიროებს. ცდის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ პაციენტებში დაავადების პროგრესი 75%-ით შენელდა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. წინსვლა ბავშვთა ალერგიული დაავადებების მკურნალობაში. წელს ამერიკამ პირველად დაუშვა ნემსის გარეგშე ანაფილაქსიის მკურნალობა. ეს მნიშვნელოვანი სიახლე არის ცხვირის სპრეი, სახელად ნეფი, რომლის მთავარი უპირატესობა არის მისი არაინექციურობა, რაც მას უფრო კომფორტულ და მარტივად გამოსაყენებელს ხდის პაციენტებისთვის. ცხვირის სპრეი განსაკუთრებით ხელსაყრელია პანიკურ სიტუაციებში, როცა სწრაფი მოქმედებაა აუცილებელი. ტერმინი ხელოვნური ინტელექტი artificial intelligence ყველასთვის ცნობილი შემოკლებით AI პირველად ოფიციალურად 1955 წელს გამოიყენეს ამერიკაში, რომლის შექმნას ინფორმატიკის დარგის ამერიკელ მეცნიერს ჯონ მაკარტის მიაწერენ. მერე ერთგვარად მინელდა მისი გამოყენება და მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოდან გახდა ისევ აქტუალური. ხელოვნურ ინტელექტში იგულისხმება კომპიუტერული პროგრამები, რომელიც ადამიანის ინტელექტის სიმულაციას ახდენს. ხელოვნური ინტელექტი ასრულებს ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა ლოგიკური აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, დასკვნების გაკეთება, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა, სწავლება და ახალ გარემოსთან შეგუება. მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ბუმი იმდენად დიდია, რომ მის შესახებ ცალკე სამეცნიერო განხრა ჩამოყალიბდა. მან ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგში, მედიცინაში, თავდაცვაში, ეკონომიკაში და სხვა. 2022 წელს ამერიკულმა კომპანიამ OpenAI შექმნა ხელოვნური აპლიკაცია ChatGPT, რამაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნებისმიერი ჩვენგანისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თავად ტერმინი ChatGPT ხელოვნური ინტელექტის სინონიმად იქცა. წელს ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Time-მა 2025 წლის ადამიანებად ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები, ჩიპების მწარმოებელი კომპანიის NVIDIA-ს პრეზიდენტი ჯენსენ ჰუანგი, მეტას ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი, ილონ მასკი, OpenAI-ს ხელმძღვანელი სემ ალტმანი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაასახელა. შეგახსენებთ, ჟურნალი Time 1927 წლიდან ყოველწლიურად ასახელებს წლის ადამიანს, რომლის ფოტო ჟურნალის გარეკანზე იბეჭდება ხოლმე. წლის ადამიანთა სიაში უმრავლესობა პოლიტიკოსია, მაგრამ ასევე ფიგურირებენ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. Time-ის თანახმად, წლის ადამიანის ტიტული იმ პირებს ენიჭებათ, რომლებმაც განვლილ წელს ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიოზე. ასეთი ადამიანი გასული წლის სიმბოლოდ აღიქმება ხოლმე. წლის ადამიანებად ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორთა გამოცხადება ხელოვნური ინტელექტის ელვისებურმა და მასშტაბურმა გავრცელებამ განაპირობა. სწორედ ამ ადამიანებმა გაუხსნეს ხელოვნურ ინტელექტს სამყაროს კარი. ცნობილმა ბრიტანულმა ბიზნეს და ფინანსურმა გამოცემამ Financial Times-მა წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის პროცესორების წამყვანი მწარმოებლის NVIDIA-ს მთავარი აღმასრულებელი პირი ჯენსენ ჰუანგი დაასახელა. გაზეთი Financial Times 1970 წლიდან ასახელებს წლის ადამიანს. გამომცემლების აზრით, წლის ადამიანის ტიტული იმ ადამიანს ენიჭება, ვინც მიმავალ წელს უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია მსოფლიოს ეკონომიკაზე. გაზეთი დარწმუნებულია, რომ ჯენსენ ჰუანგი
ხელოვნური ინტელექტის მასობრივი ბუმის მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც გლობალური ეკონომიკის რადიკალური გარდაქმნა ძალუძს. Financial Times-ი ასევე ხაზს უსვამს Jensen Huang's დიდ მენეჯერულ ნიჭს, რამაც NVIDIA მსოფლიოს ყველაზე მოწინავე და ძვირად ღირებულ კომპანიად აქცია. უჩვეულოა Huang's ცხოვრების ისტორიაც, რომელიც ამერიკული ოცნების სრულ განსახიერებას წარმოადგენს. Jensen Huang 1963 წელს ტაივანში დაიბადა. ბავშვობა ტაივანსა და ტაილანდში გაატარა. ვიეტნამის ომმა მისი მშობლები აიძულა, ის და მისი ძმა ნათესავებთან საცხოვრებლად ამერიკაში გაეგზავნათ. ბიჭები დედმამამ მარტონი ჩასვეს თვითმფრინავში და ვაშინგტონში გაუშვეს. ბავშვებმა ინგლისურის ერთი სიტყვას კი არ იცოდნენ. ამერიკაში Huang's ბიძამ ორივე ძმა სამხედრო წვრთნისა და სწავლების ინტერნატში მოაწყო. ძმები გასამრჯელოსთვის საპირფარეშოს ალაგებდნენ. ინტერნატის დამთავრების შემდეგ ჯენსენმა სწავლა ორეგონის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე განაგრძო. შემდეგ სტანფორდის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მოიპოვა. სტუდენტობის დროს ჯენსენი ოფიციანტობით ირჩენდა თავს. 1993 წელს ის თავის ორ მეგობართან ერთად კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელ კომპანია Sun Microsystemsში მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს მეგობრებმა გრაფიკული პროცესორების მწარმოებელი კომპანიის დაარსება გადაწყვიტეს. $40,000 კაპიტალით Jensen Huangმა და მისმა მეგობრებმა კომპანია NVIDIA დააარსეს. NVIDIA ლათინურად შურს ნიშნავს. ამით მათ კონკურენტებში შურის გამოწვევა სურდათ. NVIDIA-მ ჭეშმარიტად რევოლუციური ტექნოლოგიური პროდუქტის GeForce-ის გრაფიკული პროცესორების პირველი თაობა გამოუშვა, რამაც მთლიანად შეცვალა კომპიუტერების მუშაობის წესი. 2000-იანი წლების დასაწყისისთვის NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორები დიდად პოპულარული იყო გეიმერებში, რადგან ამ ტექნოლოგიამ თამაშებში გამოსახულების დამუშავება დააჩქარა. NVIDIA-ს ჩიპები გამოიყენებოდა ისეთ კონსოლებში, როგორიცაა PlayStation 3 და Xbox-ი. სულ რაღაც 15 წელიწადში NVIDIA-ს გრაფიკული ბარათები წარმოუდგენლად პოპულარული გახდა კრიპტოვალუტის მაინერებს შორის. Jensen Huang ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ხელოვნურ ინტელექტში პოტენციალი დაინახა და ნეირონული ქსელების განვითარებას ახალი ინდუსტრიული რევოლუცია უწოდა. 2010-იან წლებში მან გადაწყვიტა ნეირონულ ქსელებთან მუშაობა ეცა და მაშინ როცა ამით დიდად არავინ ინტერესდებოდა. ნამდვილი გარღვევა მოხდა 2012 წელს, როცა პროგრამისტმა ალექს კრიჟევსკიმ AlexNet ნეირონული ქსელის გასაწვრთნელად NVIDIA-ს გრაფიკული პროცესორი გამოიყენა. ის ყველა წინა მოდელთან შედარებით უფრო სწრაფი და ზუსტი აღმოჩნდა და ფოტოების შინაარსის ამოცნობა შეძლო. ახლა NVIDIA-ს ჩიპების ტექნოლოგიაში მსოფლიოში მოწინავე ადგილი უჭირავს. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა Jensen Huang-ის ნიჭისა და გამჭრიახობის გარეშე. თავისი ინტელექტითა და ცხოვრების სტილით ის ასე ვთქვათ მსოფლიოს როკ ვარსკვლავის მსგავსი სელებრიტი გახდა. იქ სადაც Jensen Huang-ია, მისი 10,000-ობით გულშემატკივარიცაა. დღეს ამით დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. შობა ახალ წელს გილოცავთ საერთაშორისო პანორამის მთელი შემადგენლობა. მე ნუგზარ უხაძე ვარ და გაისამდე გემშვიდობებით. აბა სულ ჯანზე და კაი ხასიათზე მეყოლეთ. ნახვამდის.